კონცერტზე ვუკრავ აზარაშვილის ნოქწურს. ძალიან მიხარია ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვე. თბილისში ზარას პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. მაღაზია მომხმარებელს მოდის უახლეს ტენდენციებს შესთავაზებს. ალჰოკიგარ ჯგუფი ეს არის საქართველოში კომპანია ინდიტექსის ოფიციალური წარმომადგენელი. ამ ჯგუფს მსოფლიო მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზია აქვს და საქართველოს ბაზარზე 6 ბრენდითაა წარმოდგენილი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი ზარა უკვე საქართველოშია. 78 ქვეყანაში წარმოდგენილი პროდუქტი ახლა თბილისი მოლშიც განთავსდა. პროდუქცია, რომლის ფასი ევროპული სტანდარტის შესაბამისი იქნება, კვირაში ორჯერ განახლდება და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. ალგოკაირ ჯგუფმა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 5000-ზე მეტი ობიექტი აქვს გახსნილი, საქართველოს ბაზარზე მასში გაერთიანებული რამდენიმე კარგად ცნობილი ბრენდი ოფიციალურად შემოიყვანა. მასიმო დუტი, ბერშკა, სტრადივარიუსი, ოიშო, ფულენდ ბეარი. ყველა ამ მაღაზიამ თბილისი მოლში ფუნქციონირება უკვე დაიწყო. გახსნის ცერემონიას დედაქალაქის მერი, ეკონომიკის მინისტრი და კომპანია ინდიტექსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ყოველი ესეთი განვითარება ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებზე შესაძლებლობას და სწორედ ამ კუთხით დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთი ბრენდი, როგორც არის ზარა, არის პირველი მერცხალი, რომელსაც მოყავს უამრავი სხვა ბრენდი. მსოფლიოში პოპულარული ბრენდის მაღაზიის გახსნაზე სპეციალურად სტუმრებისთვის ესპანელი მოცეკვავების შესრულებით ლამენცო შოუ გაიმართა, რის შემდეგაც დამთვალიერებელმა ზარას საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება იხილა. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, ამ მაღაზიების გახსნა ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რადგან ძალიან დიდი ინტერესი არის როგორც ჩვენი რეგიონიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. სექტემბრის ბოლომდე თბილისი მოლი მთლიანად დაიტვირთება, გაიხსნება მაღაზიები და შემოვა ახალი ბრენდები. სავაჭრო ცენტრში განთავსდება კინოთეატრი და საცურაო აუზი. ობიექტზე 2000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მოლის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად იქნება ათვისებული, სადაც სრულიად ახალი უბანი გაშენდება. იმედის მაყურებელს კი